დღეს რესტორანში შესვლისას აღარ გვიკვრის, როცა შეკვეთას რობოტი მოგვიტანს. მიმტანი რობოტები უკვე გამოიყენება ბევრ ქვეყანაში და ისინი რეალურად ამარტივებენ მომსახურების პროცესს. ეს რობოტები გადაადგილდებიან სპეციალური სენსორების დახმარებით, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს არ შეეჯახონ ადამიანებს და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ სივრცეში. ისინი ზუსტად მიდიან იმ მაგიდასთან, სადაც შეკვეთაა საჭირო. მიმტანი რობოტი არ იღლება და შეუძლია მუშაობა დიდი დროის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დატვირთულ საათებში, როცა რესტორანში ბევრი მომხმარებელია და პერსონალს დიდი დატვირთვა აქვს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მიმტანი რობოტი არ ცვლის ადამიანს, ის უბრალოდ ეხმარება პერსონალს, ამსუბუქებს მათ სამუშაოს, ამ მცირეს ფიზიკურ დატვირთვას და მომსახურებას უფრო სწრაფს და ორგანიზებულს ხდის. ამ დროს ადამიან თანამშრომლებს რჩებათ მეტი დრო მომხმარებელთან ურთიერთობისთვის. ეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. მომხმარებლისთვის ეს პროცესი ხშირად საინტერესო და განსხვავებული გამოცდილებაა, რადგან ტექნოლოგია ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო ახლოს და თვალსაჩინოდ გვიდგება. მიმტანი რობოტი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება რობოტიკა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, ისე, რომ ამას უკვე ბუნებრივად ვიღებთ.